ერთ საკითხზე გვექნება მარტო საუბარი და ძალიან სიმბოლური არის რომ ამ ერთი საკითხით შემოვიფარგლოთ, რადგან ამბავი რომელიც ამის შემდეგ იწყება რაღაცა ნიშნით დამოუკიდებელია, რაღაცა ნიშნით რაღაც ახალ ეტაპს, ახალი ეპოქის დასაწყისი მაუწყებლობს, ამიტომ ამით რაღაცნაირად კარგი იქნება რომ ამ ერთ საკითხზე გავწყვეტავთ საუბარს და მეორე საკითხს არ დავიწყებთ დღევანდელ დღეს. დღეს ვისაუბრებთ ბაბილონის გოდოლზე. დღეს ვისაუბრებთ მოვლენაზე, რომელსაც გვაუწყებს წმინდა წერილი და რომელიც ძალიან საინტერესო დეტალებს შეიცავს ქრისტიანული ეგზეგეტიკის თვალსაზრისით, თავისთავად ცხადია ბიბლიური უწყების თვალსაზრისითაც და გადავიდეთ პირდაპირ თხრობაზე. ახლა ჩვენ რამდენიმე დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი დეტალი გახლავთ ის, რომ წმინდა წერილში ეს პირდაპირ ასე მოცემული არ არის, მაგრამ მანამ სანამ წმინდა წერილი ბაბილონის გოდოლის შენების შესახებ დაიწყებდეს თხრობას, გვიყვება სემის, ქამის, იაფეტის ჩამომავლების შესახებ და აი ქამის ჩამომავალთა შორის მოიხსენიებს ვინმე ნებროც, რომელიც იყო მეფე, ქალაქების მაშენებელი, აი გამოჩნდა ხო ეს ქალაქის შენება, კაინთან გავიარეთ ჩვენ ეს და ვთქვით რომ ეს ქალაქი წმინდა წერილმა მოგცა იმპულსი რომ რაღაც ახლა ისეთ სიტყვის რაც თქვათ მისაღები არ იქნება ღვთისათვის რაღაც ისეთ ქმედებას დაასახელებს რაც მისაღები არ იქნება ღვთისათვის და აი ამ ნებროთან დაკავშირებით ნათქვამია რომ ნებროთი იყო ძლიერი მონადირე უფლის წინაშე, ბუმბერაზივი ძლიერი იყო, ეს მეორე ტერმინი გაჩნდა ბუმბერაზი, ეს ტერმინი მე თქვენ გაგახსენებთ, ჩნდება მაშინ, როდესაც წარღვნის შესახებ თხრობა უნდა დაიწყოს წმინდა წერილმა და ბუმბერაზებით დასახლებულმა კაცობრიობამ გამოიწვია ის კატაკლიზმის შესახებად ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ და ჩვენ ვთქვით იქ რომ ეს ბუმბერაზები გულისხმობს არა მარტო ფიზიკურ აღნაგობას, ამასაც გულისხმობს თავისთავად ცხადია, მაგრამ აქ სიცოდი არაფერშია, აქ ბუმბერაზთან დაკავშირებით უფრო წმინდა წერილი, როდესაც ტონალობას იძლევა იმ საიმისოთ, რომ აი ეს რაღაცა სასჯელი რატო უნდა მოვიდეს ამ ქვეყანაზე, ბუმბერაზი გულისხმობს ძალმომრეს, გულისხმობს ის, რომელიც თავისი ძალმომრეობით ამყარებს სამართალს და თავისი ძალმომრეობის დაკანონებას ცდილობს. ჩვენ ზოგადად უნდა ვიცოდეთ, ჩვენ დღევანდელ თემაზე შევეხებით, თავისთავად ცხადია ამას. სხვა არის საღვთო სამართალი და სხვა არის ადამიანის სამართალი. სხვა არის საღვთო მშვიდობა და სხვა არის ადამიანის მიერ შეკოწიწებული მშვიდობა. სხვა არის საღვთო ერთობა და სხვა არის ადამიანის მიერ შეკოწიწებული ერთობა. მაცხოვარი თავის მოწაფეებს და თავისი მოწაფეების სახით ქრისტიანებს ეუბნება საოცარ სიტყვებს. მშვიდობასა დაგიტევებთ თქვენ, ხო, მშვიდობას მოგცემ თქვენ. არა ვითარც ეს სოფელმა მისის, არამედ ეს სოფელი მშვიდობას იძლევა და ქრისტე მშვიდობას იძლევა. მაგრამ მაცხოვარი თავის სიტყვაში ხას უსვავს, რომ ის მშვიდობა, რომელსაც მე თქვენ გაძლევთ, ეს არ არის ის მშვიდობა, რომელ მშვიდობასაც სოფელი მოგცემთ. სხვანაირი მშვიდობაა. მოდი ვნახოთ როგორი მშვიდობაა მაცხოვრის მიერ მიცემული მშვიდობა. გადავხედოთ ეკლესიის ისტორიას. მანახეთ ერთი დალხინებული და აქვია ფეხზე გადადებული და ისეთი აქვია კაი ხასიათზე მყოფი წმინდანი, იქნება ის მოწამე, იქნება ის მოღვაწე თუ ვინც არ უნდა იყოს. დამშვიდობა, ეშვიდობა. დევნიან, სიძღვრიან, არასვენებენ. აი საღვთო მშვიდობაზე როცა საუბარი მიწიერი პერსპექტივით არ განიხილება, სხვანაირი მშვიდობაზეა საუბარი. ეს არის ის მშვიდობა, რომელიც ადამიანის სულში იკალათებს, ადამიანის სულში მკვიდრდება. ხოლო ის მშვიდობა, რომელიც მშვიდობასაც ეს სოფელი იძლევა, ამ სოფლის მოცემულ მშვიდობას არაფერი ესაქმება, ვერანაირად ის ვერ ეხება სულიერ სამყაროს. სულის მიღმა დგას, გარეთ დგას, სადღაც სხვანაირია ის. აი მე მახსენდება ხოლმე, ხშირად ვიხსენებ ხოლმე ამ მომენტს, როდესაც პეტრე მოციქულს გადაუწყვეტავენ სიკვდილით დასჯას. და იხსენიებს კიდევაც პეტრე მოციქულის ციხიდან ანგელოზის მიერ გამოყვანებას ეკლესია, ხო? ნახეთ გახსოვთ რა წერია ამ მომენტში, ანგელოზი რო შევა პეტრესთან, პეტრეს გააღვიძებს. პეტრეს ძინავს, პეტრე არ ნერვიულობს, პეტრე არ ღელავს. არ შფოთავს იმაზე, რომ ამას მოკლავენ.
კი, მიუსაჯეს სიკვდილი და პეტრემ გააგრძელა ჩვეულებრივად. პეტრესთვის არ ყოფილა ეს რაღაცა ნერვების სამშელი, რაღაცა ფსიქოზის მომგვრელი და არაფერი. პეტრეს თავარი რამე არ დაერღვა, ის სიმშვიდე არ დაერღვა, რომელიც სიმშვიდეს დაუტოვა მას იესო ნაზარეველმა. აი ჩვენ როდესაც ბაბილონის გოდოლის შესახებ ვიწყებთ საუბარს, ახლა აი ამ ნებროც უნდა შევეხოთ, სწორედ წინ და წინ უნდა ვთქვათ. ეს არის ის სცენა, აქ იდგება ის სცენა წმინდა წერილში, რომელიც სცენაც ყოველ დღე იდგება ჩვენს ცხოვრებაში და რომელიც უპირისპირდება იმ მშვიდობას, იმ ერთობას, რომელიც მოდის ღვთისაგან. ძალიან საინტერესოა, მეგობრებო, რომ რაღაცა აზრით წმინდა წერილი იწყებს ბაბილონის გოდოლზე საუბარს მანამ, სანამ ის დაიწყებდა საუბარს მამამთავარ ა ブラ ამთან დაკავშირებით, რომლის მოღვაწეობას ძველი აღთქმის ეკლესიის ჩანასახვარ მდგომარეობაზე მიგვითითებს. ერთი შეკრება არის ბაბილონის გოდოლში და მეორე შეკრება საღვთო ეკლესიაში. ორივე კრიბავს, ორივე აერთიანებს, მაგრამ ერთი შეკრება საღვთო შეკრებაა, მეორე შეკრება ადამიანურ ზრახებზე აყოლილი შეკრებაა. ნახეთ იმაზე, რა ქვია, მაცხოვარი ამბობს ასეთ ძალიან საინტერესო, ხო ცოტა ისე გამომივიდა მისი ყველა სიტყვა და ყველა იგავი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩვენი თემისათვის ვიგულისხმე საინტერესო, როცა ვთქვი, რომ მაცხოვარი აგვეუბნება ასეთი გავს, რომ ორმა კაცმა დაიწყო სახლის შენება, ხო? ერთმა საძირკველი დაამყარა ქვიშიან ადგილას, მეორემ კლდოვან ადგილას, რომელმა ვერ ააშენა სახლი. საოცარ რამეს ამბობს მაცხოვარი. რომ სახლის შენება წარმოებს ორივე აშენებს სახლს. ვერ ააშენაო მაცხოვარი არ ამბობს. ქვიშაზე დამყარებული სახლი ჩენდება და კლდეზე დამყარებული სახლი ჩენდება. განსხვავება რა არის? ქვიშაზე დამყარებული სახლი აუცილებლად ინგრევა, კლდეზე დამყარებული აუცილებლად შენდება. ადამიანის ტრაგედია სწორედ ეს არის. ის არ უკვირდება იმას, რომ შენებლობა თვითონ რო აშენდება და თვითონ ამ აშენებულს რომ მიიღებს, ამით არის კმაყოფილი, მაგრამ აშენებულიდან რას მიიღებს, ამას ნაკლებად უკვირდება ხოლმე. კლდეზე დაფუძნებულობა სწორედ ის არის, სადაც საღვთო ეკლესიის შეკრებას გულისხმობს, ქვიშაზე დაფუძნებულობა სწორედ ის არის, სადაც ბაბილონის გოდოლში, ანუ ადამიანის ზრახვების მიერ შეკრებულობას გულისხმობს. და სწორედ როდესაც შეგნებულად დავწერე ამაზე სიტყვა, როდესაც წმინდა წერილი ახსენებს ნებროც, რომელიც იყო, ესე იგი, ბუმბერაზივი ძლიერი, გარდამოცემა გვაქვს სხვადასხვა სახის, მაგრამ მე ახლა ამ ერთს იმას ასე ვთქვათ, ჩავეჭიდები, რომელიც გვეუბნება, რომ ბაბილონის გოდოლის შენებლობის სათავეში, ანუ ინიციატორი ბაბილონის გოდოლის შენებისა გახდა სწორედ ეს ქამის ჩამომავალი ნებროთი. ახლა ნებროთთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ტერმინი არის წარმოდგენილი, მახასიათებელია წარმოდგენილი, ნებროთს ეწოდება მონადირე. ეს გახლავთ ის მესამე საქმიანობა, ხო, პირველი საქმიანობა ეს იყო მიწათმოქმედება, მეორე საქმიანობა მეჯოგეობა. საქმიანობაში თუ არ ჩავთვლით ყოველ შემთხვევაში ბევრი ამას უკვე პროფესიაში განიხილავს მეძაობა, რომელიც წარმოადგენა კაინის ჩამომავალმა ნოომამ გარდამოცემის თანახმად და აი შემდეგი საქმიანობა მონადირეობა, რომელთაც იმ დროის კაცობრიობა თავის დროიდანვეა დაკავებული და რომელმაც როგორც თავის დროზე გითხარით ძალიან დიდი კვალი დაამჩნია და ძალიან დიდი, ესე იგი, წვლილი გაიღო იმისათვის, რომ წვლილი გაიღო წარმართული რელიგიების ჩამოყალიბების საქმეში. აი მონადირის კულტი წარმართულ რელიგიებში ძალიან ისეთია, რა ქვია, ნიშანდობლივია და ძალიან ბევრი რამ უკავშირდება მონადირის საქმიანობას. მე ჩვენ ცოტა მოგვიანებით, როდესაც შევეხებით ამ საკითხს, რომ მაცხოვარ ძვალი რატო არ უნდა გადაუტყდეს და ვიტყვით, რომ ეს სიმბოლო დაარსდა პასექის დღესასწაულზე, როდესაც სხვა ძვალი არ უნდა გადატყდომოდა, აი მონადირის კულტიდან წამოსულ აზრს, იმას აქვია, შეხედულებას, აი ამ იმას აქვია, დამოკიდებულებას გავეცნობი და ვნახავთ, რომ ძვილს გადაუტყდომობა ეს გახლდათ მაშინდელი აი წარმართულ რელიგიებში სიმბოლო აღდგომისა და აი ამას შემოიტანს, მოდი ამ სალაპარაკო სამეთყოლო ენასაც შემოიტანს სიმბოლოებში, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ახლა დაუბრუნდეთ ამ ნებროთს, რომელზეც ნათქვამია, რომ ის არის მონადირე. მეგობრებო, წმინდა წერილში სიტყვა მონადირე, რომელიც ისევე როგორც ბუმბერაზე შეიძლება გულისხმობდეს პირდაპირ საქმიანობას, ასევე გულისხმობს, ასევე მახასიათებელია პიროვნული შტრიხებისა, რომელსაც ის მიემართება. ნებროთის მონადირეობა გულისხმობს არა მარტო იმას, რომ ნებროთმა იცის სად
როდის და როგორ ჩაუსაფრდეს ქურციკს თუ რომელიმე ცხოველს რომ მოინადიროს. მონადირეობა წმინდა წერილში ასევე გულისხმობს იმ კაცს, იმ ადამიანს, რომელმაც იცის როგორ მოინადიროს ადამიანი, როგორ მოინადიროს ადამიანის გონება, როგორ მოინადიროს მასები, როგორ მოინადიროს საზოგადოება იმისათვის, რომ განაწყოს, კეთილად განაწყოს იმ იდეებისადმი, რომელი იდეებსაც შესთავაზებს და გაიყოლიოს თან წაიყვანოს ისინი. რაღაც აი კაი პიარ ტექნოლოგიებს ფლობს, კარგი დახვეწილი ფსიქოლოგია, ამას კიდე ერთხელ ვამბობ, უდიდეს პატივს მივაგებ ამ მეცნიერებას და ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ფსიქოლოგს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მეცნიერება მე ამას გაკელვით და იმით არ ვამბობ, უბრალოდ ვამბობ, რომ ესე იგი აი ადამიანის მოძრაობა, ადამიანის მიზეშედეგობრივი აზროვნების აი ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვს ნებროს. ნებროთი არის მონადირე. ნებროს მათ ძალიან კარგად იცის, როგორ მოინადიროს სხვა, როგორ მოინადიროს მასები. აი აქ უნდა გავჩერდეთ ერთი წუთი ლევან მაპატი, უნდა გავჩერდეთ ესაც არ მინდა გამიწყდეს და უნდა გავიხსენოთ ყოვლადწმინდა სამების ტროპარი, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს. კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმა ყოვლადწმიდად მეთეზურნი გამოაჩინი. მიფინერა მათზე და ყოვლადწმინდა სული შენი და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცმოყვარე დიდება შენ და აღმოჩნდა ასეთი ძალიან საინტერესო რაღაცა იგივე საეკლესიო ენათმეტყველებაზე, რომ მონადირია ნებროთი და მონადირია მათე მახარებელიც. მონადირია ნებროთი და მონადირია ანდრია პირველწოდებულიც. ჩვენ ახლა ძალიან პრინციპული კითხვა უნდა დავსვათ, რა განსხვავებაა ნებროთის მონადირეობა, ჩვენ მონადირეს მარტო ნებროთთან კი არა, მონადირე იქნება ესავიც და შევხვდებით მონადირე ესავსაც. უბრალოდ მე ახლა უნდა ნებროძე ვსაუბრობ და ნებროძე ვისაუბროთ. რა განსხვავებაა მონადირე ნებროთსა და მონადირე იოანე ღვთისმეტყველს შორის? რა განსხვავებაა მონადირე ნებროთსა და მონადირე ლუკა მახარებელს შორის? აი მათე მახარებელს შორის რა განსხვავებაა მათ შორის? საქმე ის გახლავთ მეგობრებო, რომ როდესაც პეტრე ნადირობს, როდესაც ანდრია ნადირობს, ნანადირევი პეტრესი და ანდრიასი არ არის. ნანადირევი სხვისია, ქრისტესთვის ხდება ნადირობა. მაგრამ როდესაც ნებროთი ნადირობს, ნანადირევი ნებროთის არის, ნებროთი თვითონ იტოვებს ნანადირებს. ეს განსხვავება ამ ნადირობას შორის. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. მე ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს და ამას ხმამაღლათაც ვამბობ ახლა და ყველგანაც ვიტყვი, რომ როდესაც ხედავთ, რომ ვიღაცა რაღაცას იმოძღვრება და როდესაც ხედავთ, რომ ვიღაცა თქვენ ან მასებს ან საზოგადოებას ჭკუას არიგებს, ყოველთვის დაუკვირდით ამას. ხო არ ნადირობს ის თავისი სახელით. ხო არ ამბობს, ხო არ იქცევა ის ასე, რომ რაღაცნაირად დატოვოს შთაბეჭდილება, დატოვოს განცდა, ეს რა მაგარი ვიღაცაა და რა მაგარი რაღაცეები ილაპარაკა, ერთი ამასთან მალაპარაკა კიდევ. ხო არ ცდილობს თქვენს მონადირებას საკუთარი თავისათვის. ეს ქრისტიანული მისიოლოგიის უძირითადესი და უპრინციპულესი მომენტია. თქვენ ვერ მანახებთ, მე თქვენ ვერცეთ ქრისტიან მისიონერს, ვერ მანახებთ ვერცეთ ქრისტიანულ მისიას, ქრისტეს სახელით განხორციელებულს, რომელსაც მოსდევს თან და მოყვება თან რაღაცა პატივმიმღებლობისა და მასების მონადირების სურვილი მისიონერის მხრიდან. ასეთი რამე არ არსებობს. არის ხშირად ადამიანები, არის ხოლმე ხშირად, ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც ადამიანები რაღაცა იმოძღვრებიან და თავიანთ ინტელექტის იმაში აფიშირებას ახდენენ ერთადერთი რამის გამო, რომ მიიზიდონ მასები და შემდგომ ამ მასებზე იმოქმედონ. ეს მარტო საეროს არ ეხება, ეს სასულიეროსაც ეხება და ხშირად არის ხოლმე ასეთი ძალიან ცუდი მომენტი, როდესაც მას აქ არაფერია მიუღებელი და არაფერია საწინააღმდეგო საეკლესიო მოძღვრებისა და წმინდა წერილის თხრობის, ამიტომ ამ გარდამოცემისთვის გამოყენება ჩვენ ხელს არ შეგვიშლის შემდგომი თხრობის გააზრებისათვის. ერთ პირი, ერთ ბაგე იყო მთელი ქვეყანა, ასე წერია წმინდა წერილში. ერთ ზრახვა, სხვაგვარად რო ვთქვათ, ანუ ერთ ენაზე მეტყველება არ ნიშნავს მარტივად ლინგვისტურ ერთეულის საერთოობას. ერთ ენაზე მეტყველება გულისხმობს ასევე საერთო ზრახვას, საერთო აზროვნებას, ერთი აზრით ამოძრავებას. ხო, ენა არ არის მარტო კომუნიკაციის საშუალება, ენა ზოგადად არის აზროვნების საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ამიტომაც მიუთითებთ, რომ ეს ენა, ეს კომუნიკაციის ეს საშუალება, რომელიც ახლა ჩვენ გაგვაჩნია, ეს კიდევ არის ცოდვის შედეგი, ცოდვის გამოხატულება, აი ეს დანაწევრებული სიტყვა, რომელიც ჩვენი ბაგიდან გამოდის და ასე ქვია, ტალღებს არხევს და ჩვენს სმენას წვდება. მეტყველება, ნამდვილი მეტყველება ხდება შინაგანი სიტყვით, შინაგანი მეტყველებით, ხო? აი მაგალითად, რამის ბევრი მაგალითი არსებობს, ჩემთვის მე ძალიან ისე მახსენდება ხოლმე მამა გაბრიელის მათონელთა ცხოვრებაში
მაშინ როა მამა გაბრიელის მაგალითი, როდესაც მამა გაბრიელი იჯდა თავის კელიასთან და ჩამოდიოდა რომიდან ბერი და ისიც მოდიოდა მამა გაბრიელთან და იჯდა მის წინ. ამან ქართული არ იცოდა, იმა ლათინური არ იცოდა, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და წამებენ წმინდა მამანი ნამთოს რა ხვიდეს ურთიერთასვანო, ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ლინგვისტური ერთეულიც სხვადასხვა იყო, მაგრამ ზრახვა ჰქონდათ, შინაგანი სიტყვა ჰქონდათ. აი, როდესაც ასურველი მამები შემოდიან საქართველოში, ხო, და კათოლიკოსი დახვდება მათ, ხო, აი ამ ენაზე ერთ ენაზე ამეტყველება ურთიერთგაგების აი ეს ნიშანი დაფიქსირდება. ეს არის სულიწმინდის მადლის მოქმედების მანიშნებელი ადამიანში, როდესაც მადლი იძლევა სწორედ აი ურთიერთგაგებისა და ამერთობის საშუალებას. აი ეს ერთ ზრახვა, ერთ ბაგე იყო მთელი ქვეყანა, მეგობრებო, ნიშნავს იმას, რომ არა მარტო ერთი ლინგვისტური ერთეული ჰქონდათ, არამედ ერთი ის ჰქონდათ, რა ქვია, ხო, საერთო ზრახვები ამოძრავებდათ. შინყარის ველზე იკრებებიან. ეს რა ველია, ასე ზუსტად ვერავინ გეტყვით, უბრალოდ ფიქრობენ, რომ შუმერზეა საუბარი. ფიქრობენ, რომ შუმერელებზეა საუბარი. ნუ ასრია ესეთი ახლა. ვერაფრის კითხებას ვერ დავიწყებ. გადაწყვიტავენ ააგონ ქალაქი, შემოვალონ ამ ქალაქს გოდოლი, რომლის თხემი ცას მიწვდება, რათა ნიშანსვეტად აქციონ მათი სახელი და არ გაიფანტონ ქვეყნის პირზე. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ქალაქის შენება და ამ ქალაქისათვის გოდოლის შემოვლებაზეა საუბარი, რომლის თხემი ცას უნდა წვდებოდეს, აქ ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში სხვადასხვა მოსაზრებებია წარმოდგენილი. ნაწილი ფიქრობს, რომ ცდილობდნენო აეგოთო ისეთი რამ კონსტრუქცია, რომელიც ხალხს, საზოგადოებას, კაცობრიობას დაიცავდა წარღვნის წყლებისაგან, ანუ იმდენად მაღალი იქნებოდა, რომ წარღვნის შემთხვევაში ისინი გადარჩებოდნენ. ნუ მე მაინც არის ესეთი აზრი და გითხარით, ნაკლებად პირადად მე ნაკლებად ვიზიარებ ამ მოსაზრებას. აქ მთავარია გავყვეთ იმ ხაზს, რის გამო ჩვენ ნებროთის ინიციატორობის შესახებ გარდამოცემას აწმუნოდ მივიჩნიეთ, რომლის თანახმადაც იდეა, ლოზუნგი, რომელიც ჩდება წმინდა წერილში და ეს გახლავთ პირველი ლოზუნგი წმინდა წერილში და ზოგადად მინდა იცოდეთ, რომ წმინდა წერილი ლოზუნგებს ძალიან უარყოფითად უყურებს და ზოგადად ლოზუნგი საშიშია და ჩვენ მე ვნახავთ და შევეხებით ამას, რომ ლოზუნგი რო გამოჩნდება, ეს არის დიდი მოძრაობის დასასრული. ლოზუნგი რო გამოჩნდება, იგულისხმება, რომ ლოზუნგის უკან ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული, ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული. აი დღესაც დიდი ისინი როა, რა ქვია, მანიფესტაციები როა, მედია რას ცდილობს, პირველად აი ეს კამერა საერთოდ მიმართავს ხოლმე ლოზუნგებს, რამდენიმე ლოზუნგებს, იმიტომ რომ ეს ლოზუნგი ჩვენ უკვე რეზიუმირებას გვიკეთებს იმ სამუშაოს, რა სამუშაოც მის გამოფენამდე არის და მის გამოტანამდე არის ჩატარებული. ამიტომ, როდესაც ეს ლოზუნგი ისმის, ჩვენ სხვა ადგილასაც შეხვდებით ამას მინდა წერილში, როდესაც ეს ლოზუნგი ისმის, იგულისხმება, რომ ნებროდ ძალიან დიდი სამუშაო აქვს ჩატარებული, ანდა იმ მასას, იმ ჯგუფს, რომელიც ინიციატორია ამ იდეისა, ძალიან დიდი სამუშაო აქვს ჩატარებული და ამ სამუშაოს განსაკუთრებული მახასიათებელი გახლავთ რაღაცა ისეთი კონსტრუქციის შექმნა, რომლის თხემი ცას მიწვდება. ხა თქვენ როგორ ფიქრობთ? ადამიანის დაცემულობა სადამდე შეიძლება დავიდეს გასაგებია აბსოლუტურად და ყველაზე დიდი დაცემულობა მისი გოლგოთაზე გამოჩნდა, მაგრამ ზოგადად აი მიზეზშედეგობრივი მისი ლოგიკის თვალსაზრისით რო ვისარგებლოთ, ხო, აი სადამდე შეიძლება რამდენად არალოგიკური შეიძლება გახდეს ადამიანი, რომ იფიქროს ის, რომ მართლა შეუძლია რაღაცა ისეთი შენობის გაკეთება, რომლის თხემი ცას მიწვდება? არა მგონია. აქ უბრალოდ ყურადღებას ამახვილებენ მეგობრებო იმაზე, რომ მშენებლობის იდეა, სამდე აწვდენილი მშენებლობის იდეა გულისხმობს იმას, რომ ნებროთი მუშაობს იმაზე, რომ მისი ლოზუნგი, მისი იდეა ამაღლებული აზრებით, საღვთო აზრებით იყოს გადმოცემული, ზეციური აზრებით იყოს გადმოცემული, ანუ ამ კაცობრიობის შემოკრება ხდებოდეს არა ნებროთის ავტორიტეტის გარშემო, არამედ ზეციური ავტორიტეტის გარშემო. მეგობრებო, ამას იმემკვიდრებებს ყველა წარმართული სახის რა ქვია, ხელისუფლება. აი ზუსტად აი ამას იმემკვიდრებს, როდესაც პირველ პოლიტიკურ პირს გამოაცხადებენ ღვთაებრივ ფიგურად, ღვთაებრივი ნების გამტარებლად და სწორედ მასში იქნება თავმოყრილი, მისადმი ერთგულებაში იქნება წარმოდგენილი, მის გარშემო გაერთიანებაში იქნება მოაზრებული ღვთისმსახურება. ეს ძალიან საინტერესო მომენტია და ეს მონადირე, ეს დახვეწილი მონადირე ნებროთი ამას შესანიშნავად ახერხებს. საჭიროა მოვიტანოთ რაღაცა ისეთი იდეა, რომელი იდეას პირდაპირ კი არ მიგითითებთ, რომ მე ვარ მაგარი, არა, რომელი იდეას მე გაფიქრებინეთ, რომ უშემო თქვენ არ შეგეძლებათ. აი ეს არის ძალიან დახვეწილი სამუშაო. მე სიტყვა მირბის ხოლმე აქეთკენ, მაგრამ წინა შეხვედრაზე რაც თქვის მინდა გავიმეორო, რომ როდესაც ანტიქრისტეზეა საუბარი, ხო, ეს ანტიქრისტი არ არის ის, რომელიც შემოვა და იტყვის ქრისტია. ეს ანტიქრისტი არის ის, რომელიც შემოვა და ჩვენ ვეტყვით მას, რომ ქრისტია. მთელი
მთელი მზაკრობა მის მოღვაწეობის და სწორედ ამაში და როგორ უნდა უთხრათ პავლე მოციქული ასაც გვეუბნება ხო როდესაც მოისმენ თუ რას მშვიდობა და უსაფრთხოება მაშინ იწყება სწორედ მაშინ იწყება რაღაცა ისეთ შემოგთავაზებს რასაც ძალიან მონატრებული ვიქნებით რაღაცა ისეთ შემოგთავაზებს რაც ჩვენთვის ძალიან მისაღები იქნება მშვიდობას და უსაფრთხოებას სწორედ ამას თავაზობს ნებრუთი ეს არ არის ის მშვიდობა რა მშვიდობას ქრისტემ შესთავაზა ეს არ არის ის უსაფრთხოება რა უსაფრთხოებასაც ღმერთი ამბობს რომ თქვენი თმის ყველა ღერი აღრაცხელიაო აი ეს ყველა ღერი რო აღრაცხელია ეს ყველა ღერი დაეცემა მიწაზე და მიწიური პერსპექტივის თვალსაზრისით ქრისტეს მიმდევარი ვერც მშვიდობას პოულობს და ვერც უსაფრთხოებას პოულობს მე თუ მდევნიდან თქვენს გდევნიან აი ქრისტეს მიერი მშვიდობა მაგრამ სხვა მშვიდობაა და სხვა უსაფრთხოებაა რომელსაც ნებროთი და ნებროთის მიმდევარები იძლევიან და როგორც წესი ამ მშვიდობას ამ უსაფრთხოებას მასები მიყვება სწორედ აქ ჩანს ეკლესია სწორედ აქ ვერ უგებენ ეკლესია სწორედ ეკლესია აი ამ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დგება ეკლესია სხვა მშვიდობა სხვა უსაფრთხოებაზეა გადაგებული და არა იმ მშვიდობაზე და იმ უსაფრთხოებაზე რომელიც ბაბილონის გოდოლის კედლებით შეიძლება იყოს შემოსაზღვრული ბაბილონი და ეკლესია ამ ნიშნით არსობრივად შინაარსობრივად უპირისპირდება ერთმანეთს ნებროთის მიერ კონსოლიდირებული კაცობრიობა და ქრისტეს გარშემო შეერთებული საზოგადოება უპირისპირდება ერთმანეთს შინაარსობრივად გულისხმობ მე გააზრებითად გულისხმობ მე და სწორედ წმინდა წერილი სანამ საუბარს დაიწყებდა ძველი აღთქმის ეკლესიის ჩანასახოვანი მდგომარეობის აღზრამდე გვეუბნება იმას რა არის ის რაც მიუღებელია საღვთო ერთობისათვის ბაბილონის გოდოლის შენება რომელიც როგორც გითხარით რომლის თხემით რაც უნდა მიუწვდინონ გახლავთ აი მე პირდაპირ გეუბნებით ბიბლიის მე-11 თავის პირველი 9 მუხლი ეს გახლავთ კონსპექტი როგორ იწყება იმპერია როგორ ვითარდება იმპერია და საბოლოოდ რა აუცილებლად როგორ ინგრევა და ქრება იმპერია აუცილებლად არანაირი გამონაკლისი ამაში არ არსებობს ჯერჯერობით არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში მე ვიცნობ ერთ სამეფოს მე ვიცი ერთი სამეფო ერთი ვიცი რომელიც დაიწყო და ვერ დამთავრდება რომელია სამეფო და ეკლესია ცოთა სასופელი სამეფო და რატო ვერ დამთავრდება ეს მაცხოვარმა გითხრა ხაზგასმით მარტო ის კი არ გითხრა რომ ამ ეკლესიას დავაფუძნებ კლდეზე და ჯენი ჯოჯოხეთი მარტო ეს არა მარტო ეს რო თქვა ლოზუნგს გავს ეს ყველაფერი არა ეს სიტყვები განმარტა თავად მაცხოვარმა განმარტა როცა პილატეს უთხრა რა ჩემი მეუფება არა ამ ქვეყნიურია სწორედ ამაში დევს საიდუმლო იმისა რომ ეს სამეფო ვერ დასრულდება არა ამ ქვეყნიურობა აქვს ამ სამეფოს და იმიტომ ამ ქვეყნიური სამეფოს იმპერიალისტური თვალსაზრისით გულისხმობ აუცილებლად დასრულება უწერია და ის აუცილებლად დასრულდება ახლა თუ დავაკვირდებით ბაბილონის გოდოლის შენების შესახებ თხრობას წმინდა წერილში მეტი არც არაფერი წერია გარდა იმისა რომ ღმერთი ამბობს რომ ერთბაგია ერთზრახვა ეს ხალხი და რასაც გადაწყვეტს ყველაფერს გააკეთებს ამიტომ ჩავალ და ენას აუღრებთ ხო ეს სიმბოლური თხრობა ჩამოვიდა ღმერთიდან ნახა არსად ღმერთი ჩამოსასვლელი არა და არაფერი ღმერთს ანახავი არ აქვს ხო მაშინ ღმერთი ვერ იქნება და სიმბოლური ენაა რომელიც გამოყენებულია წმინდა წერილში მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს სხვა რა რას ნიშნავს რომ ენები აურია რას ნიშნავს რომ ეს ხალხი ერთი ბაგეზე მეტყველებს და აწირასაც გადაწყვეტს ყველაფერს იმას მოახერხებს რა ქვია გაკეთებას მოახერხებს მეგობრებო საქმე ეს გახლავთ რომ ამ სიტყვებით წმინდა წერილი გვეუბნება რომ რამდენად утоპიურია იდეა საქვეყნო სამოთხის შენებისა ამ ქვეყნად სამოთხის შენებისა იმპერიები ამაზე შენდებოდნენ იმპერიალისტური ზრახვა დაიპყროს სხვა მიწა ეს არის გამოვლინებითი მდგომარეობა საშუალება მთავარი მიზნის მისაღწევად რა არის მთავარი მიზანი იმპერია რაზე ოცნებობს რომ მისი კულტურის ქვეშ გაერთიანდეს სხვადასხვა ხალხი და მისი კულტურა იყოს არა მარტო დომინირებადი, არამედ მისი კულტურა იყოს ის, რაც მთელი ქვეყნიერება აივსება. ეს არის ყველა იმპერიის ისა. ომები, დაპყრობითი ომები, მიწების შემოერთება და ასე შემდგომ, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, გამოვლინებითი საშუალება იმისა, რომ მან თავისი დომინირება, თავისი განსაკუთრებულობა, თავისი ერთადერთობა გაავრცელოს ქვეყანაზე. შესაბამისად, როდესაც ენათა აღრევაზეა საუბარი,
წმინდა წერილი სწორედ აი ალეგორიულად ამაზე მიგვითითებს. იდეაა ეს უტოპიური. გაერთიანება ვერ მოხდება პოლიტიკის ქვეშ, გაერთიანება უნდა მოხდეს ისა ქვია ჭეშმარიტი სწავლების ქვეშ. სხვანაირად ყველა სხვაგვარი გაერთიანება არის ძალდატანებაზე დაფუძნებული და იმდენაც რამდენადაც მოძალადეობრივია ვერ ექნება ვერანაირად სამუდამო მყოფობის აზრი. მხოლოდ ერთი ერთობა შეიძლება იყოს სამუდამო, რომლის შედგენაც ძალმომრეობაზე არ არის დამყარებული. ასე განსაჩეთ. ყველაზე ძლიერი ვინც იყო, ის ძალას არ იჩენს და ვისაც სისუსტე ახასიათებს, ის ძალას იჩენს. რას გულისხმობ? ქრისტეს თავისუფლად შეეძლო უდიდესი ძალმომრეობის, შეეძლო რას გულისხმობს? ღმერთია და საფრთხისებაშიტებს, ხო? გახსოვთ, ხო, მაცხოვართა რომ მიდიან დასაჭერად, ვის ეძებთო? იესო ნაზარელოს, მე ვარ, ეთყვის და ყველა დაიცემა. ის არა მარტო დაცემა, არამედ მის ყოვლადძლიერებას შეეძლო საერთოდ გაექრო იქაურობა. მაგრამ ამას არ აკეთებს, ამის გაკეთება შეუძლია და არ აკეთებს. და ამის საპირისპიროდ ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ამის გაკეთებას ცდილობს სწორედ. ეს არის სწორედ ალოგიკურობა ამ მოძრაობისა, ეს არის ალოგიკურობა იმისა, რატომაც ეს ერთობა ვერ შენარჩუნდება. ამიტომ ჩვენ გარდამოცემა, ის გარდამოცემა, რომელსაც მე დავეყრდენი და რომლის შესახებაც, საიდანაც მე ეს თხრობა დავიწყე, გვეუბნება იმის შესახებ, რომ მშენებლობა ჩიხში შევიდა. ანუ იმ სიმაღლეზე იყო ასული მშენებლობა, რომ ძირიდან სამშენებლო წერტილამდე სამშენებლო აგური სატანას ერთი წელი ჭირდებოდაო. ანუ იმ სიმაღლეზე აი ეს თავისთავად შეიძლება ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, მაგრამ ეს გარდამოცემა გვეუბნება, რომ ძალიან იმას აქვია ჩიხში შევიდა, ანუ ძალიან ღრმად შეყვა ეს მშენებლობა აი ამ საქმეს. რაში ჭირდება ეს ყველაფერი ნებროც? წერია ეს წმინდა წერილში, გარდამოცემა არაფერში აღარ გვჭირდება ამ ნიშნით, რომ არ გავიფანტოთ. რას ნიშნავს არ გავიფანტოთ? ანუ რა არის ნებროთის მთავარი საფიქრებელი და სადარდებელი? ეს კაცობრიობა რომ მრავლდება. კომუნიკაციაა საჭირო იმისათვის, რომ მათი რა მოხდეს, მათი მართვა მოხდეს. აი იმდროინდელი კომუნიკაციის საშუალებაა, სწორედ მარტივი მართვისათვის საჭირო კომუნიკაციის საშუალებაა, სწორედ ეს ხალხი კი არ გაიფანტოს. ჩაკეტილ სივრცეში იყვნენ წარმოდგენილი და ჩაკეტილ სივრცეში მოხდეს მათი იერარქიული კონტროლი. როგორ ფიქრობთ, რას დრო გადიოდა? რას დრო გადიოდა? და რას დრო გავიდოდა? იმისათვის, რომ ეს შენებლობა არ გაჩერებულიყო, იმისათვის, რომ აი ეს უტოპიური იდეა არ მხილებული არ ყოფილიყო. ნებროთმა რა უნდა დაიწყოს, რა არის ნებროთისათვის, ან და ამ შენებლობის სხვა ინიციატორისათვის საჭირო, რა უნდა გააკეთოს, აუცილებლად უნდა გადავიდეს რაზე? თავისთავად ცხადია. ტერორზე უნდა გადავიდეს, დიქტატი უნდა დაიწყოს აუცილებლად. ოღონდაც არა იმიტომ, რომ მას უნდა, არამედ ეს უნდა შესთავაზოს რამ სისტემას უნდა დაჭირდეს ეს. მშენებლობა სჭირდება ეს. ეს არ ჭირდება მშენებელს, მაგრამ მშენებლობა სჭირდება უკვე. ძალიან თუთ ყურადღება მიაქციოთ ამას. პიროვნება, ეს უნიკალური ქმნილება არის სრულად უგულოება ყოფილი, როდესაც სისტემა ითხოვს რაღაცა დამოკიდებულებას. იმ დროს, როდესაც სწორედ ეს პიროვნებაა მოვლილი იმ კრებულში, რომელსაც კრიბავს ქრისტიანულ ეკლესიაში. ეკლესიაში სისტემას არ ემსახურება პიროვნება, პიროვნებისათვის არის ყველა მსახურება მიმართული. აი აქ ნებროთის კრებულში, ანუ იმ შეკრებაში, რომელსაც ადამიანის თავაზობს, რომელიც პირიქით მოვა დრო და მისი უტოპია ამაში გულისხმობს, ის უტოპიური მდგომარეობა ამაში გულისხმება, სწორედ რომ პიროვნებები ხდებიან სისტემის მსახური, ითელება, ფეხქვეშ ითელება ის, რაც ყველაზე ძვირფასია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ხა მეგობრებო, დასკვნითი ეტაპისკენ გადავიდეთ და ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ეს ტერორი, ეს ძალმომრეობა, ეს დიქტატი, რომელიც ჭირდება სისტემას და მოითხოვს სისტემა, ისის დასრულებადია თავისთავად ცხადია და ვერც ის გაგრძელდება მარადიულად. ეს ენების არევა, რაც გულისხმობს, რომ ადამიანებმა ვეღარ გაუგონ ერთმანეთს, ეს გაუგებრობა, ეს აზრის გაუგებრობა, სწორედ ამ წინააღმდეგობაშია მოაზრებული და ამ წინააღმდეგობას გულისხმობს, რის ბოლოსაც მოხდება ენათა აღრევა, ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაბილონი. ბაბილონი ნიშნავს აღრევას და ზოგადად, როდესაც აღრევაზე მიდის საუბარი, ეს არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელ ეპოქაზე და რომელ საუკუნეზე გვაქვს საუბარი. ბაბილონზე გვაქვს სინამდვილეში საუბარი, შეიძლება იმას სხვა სახელის იმპერია ერქვას, მაგრამ როდესაც ის აღრევას იმაშება, რა ქვია, აღრევისკენ არის მიმართული სწორედ ბაბილონის აი ამ მშენებლობას იმეორებს და ჩვენ გვეძლევა ძალიან საინტერესო აზრი მასთან დაკავშირებით და ამას იზიარებენ, ფუნდამენტალურ ლიტერატურაში ეს გაზიარებულია, ყველა არა, მაგრამ კერძო გაზიარება გვაქვს ამ აზრისა, რომ როდესაც ხალხმა დაიწყო ენებზე ლაპარაკი
დარჩა ის პროტოენა რაც იყო, რა ენაზეც ყველა ლაპარაკობდა, ეს ენა დარჩა ერთ კაცს, რომელიც არ აყვა იმას აქვია ნებროთის ცნუნებას და ეს გახლდათ მამამთავარი აბრაამი, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე შემდეგ ლექციაზე უნდა დავიწყოთ საუბარი ძალიან საინტერესო დეტალებით. რა ეწოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც აყვნენ ნებროთის სრახვას, ანუ დაიწყეს სხვადასხვა ენებზე ლაპარაკი. გოიმი მოდის აქედან. ანუ ვინც დააგოიმა ნებროთმა, ანუ ვინც ენებზე დაიწყეს ლაპარაკი, ერთი ვინც ვერ დაგოიმდა, ანუ ენებზე ვინც არ დაიწყო ლაპარაკი, ეს აბრაამია და აბრაამის შთამომავლები არიან ისინი, რომლებიც ამ ენაზე აღარ ლაპარაკობენ, ძველ ენაზე ლაპარაკობენ. დანარჩენი არიან გოიმები და დაგოიმები მოდის აქედან, ანუ აიყოლია ნებროთმა ეს სხვები, ხოლო აბრაამი ვერ აიყოლია. რატო ვერ ბატონო? გოიმი, კი, ეს ტერმინი ამას ნიშნავს, გოიმი აქედან მოდის. უბრალოდ წმინდა წერილში ამ ადგილას ეს არ არის ნახსენები, მაგრამ მათ კულტურაში გოიმი აქედან მოდის, სწორედ და ეს გულისხმობა. ისი თქმა მინდოდა, ხო? ახლა მე ის რა ვქეთ, ძალიან ბუნებრივი იქნებოდა და ლოგიკური იქნებოდა, უკვე აბრაამზე გადავსულიყავი და აბრაამის შესახებ დამეწყო საუბარი, მაგრამ მოდი მიჩვენია, გავჩერდეთ აქ აი ბაბილონის გოდოლით იმას აქვს და აბრაამის შესახებ შემდეგ შეხვედრაზე შემდეგ კვირას ვისაუბროთ. ბაბილონის გოდოლს გავიხსენებთ აუცილებლად, ვინაიდან აბრაამის პერსონა ქალდეურ გარდამოცემაში, აქადურ გარდამოცემაში, ისლამში, იუდაიზმში ყველგან ფიგურირებს ეს კაცი და რაღაცები უნდა შევკრიბოთ და ერთი ნაწილი შესაკრები ამ კრებულის ერთი ნაწილი ისევ ნებროთს გაგვახსენებს და ბაბილონის გოდოლის შენებას გაგვახსენებს და შემდეგ შეხვედრაზე უბრალოდ რაღაცა შევეხებით ბაბილონის გოდოლს და სინამდვილეში ვისაუბრებთ აბრაამზე. მოდი დღეს თემატურად ამით დავასრულოთ. დიდი მადლობა და მაშინ პირველ კითხვას მე დავსვავ და შეიძლება შენობას ვთხოვ ერთი-ორი მქონდეს. ვინ არის ებერი? ებერი არის სემის შთამომავალი აბრაამის წინაპარი. ხო, იმიტომ რომ ვინ არის ებერი ან იბერი? იმიტომ რომ შეიძლება შეკითხვამდე რაღაც შესავალები გავაკეთებ პატრიციულ ლექტორს მიმართ და მე დავსვავ შეკითხვას, იმიტომ რომ ზოგიერთ ვერსიაში აი ვინც არ გასაგებია სემის შთამომავალი ებერი და აბრაამის წინაპარი. ისვე არის მოხსენიებული როგორც პატრიარქი ებრაელს. ზოგ ვერსიაში გარდამოცემისა ეს არის თითქმის შვილთაშვილი სემის, ზოგ ვერსიაში უფრო შორეული შთამომავალია და წინაპარია აბრაამის, ახლო წინაპარია აბრაამის. წლებს თუ გადავალაგებთ, ისა რა ქვია, ლევან პირდაპირ გეუბნები რომ ნოე უნდა მოსწრებოდა ამ იმას, რა ქვია, ბაბილონის გოდოლის შენებას. ახლა ეტიმოლოგიურად ვიცით რომ ებერს ქვია ებერი, იმიტომ რომ გადმოვიდა მდინარე. კი ბატონო, ასე. ეფრატზე. კი ბატონო. და ამიტომ ქვია მას ებერი და ეტიმოლოგიურად ის არის საფუძველი ებრაელთა სახელდების. კი ბატონო. იგივე. სხვა მხრიდან მოსული. ხო, ახლა ლათინურ და ელინურ ენებში ბ და უ ცვლადია, ამიტომ ხან ებერია, ხან ივერია, ხან ემბერია და ჯიუდოს ენათა აღრევის დროს იმ პირველი ენის დატოვებას ღებულობს სწორედ ის, ანუ სწორედ მას რჩება სემის ხაზის წარმომადგენელი. არღუნამდელი ენა, რომელიც ნარჩუნდება შესაბამისად მხოლოდ ებრაულ თემში. რომელ ენასაც ისინი მერე კარგავენ ბაბილონის გავლენის ქვეშ. რომელი ბაბილონის იმპერიის? თვითონ აღიარებენ რომ შემდგომში ეს ენა დაიგა. იმიტომ რომ მე უკვე ქალდეურ დიალექტზე იწყებენ საუბარს და ამ ენაზე წყვეტა ხდება. ჩემს ერთ-ერთ ნაცოდვილად და ალბათ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომში და ლექციაში, რომელსაც ქვია იმპერიული ლოგოსი და ლექციის სახითაც დებს ინტერნეტში. მე ვიძლევი ჩემს ჭირვეულ ერთადერთ ჩემთვის გასაგებ ეტიმოლოგიურ განმარტებას, რატო ქვია ჩვენ იბერიელები ან ივერიელები. და მდგომარეობს ის იმ მარტივ ფაქტში, რომ თუ ჩვენ ვაღიარებთ თარგამოსის ხაზის ქართლოსიანთა შთამომავლობის როგორც იაფეთიდების ავტოხტონურობას, ანუ არსად არ წამსვლელობას
რაც არის სამეცნიერო თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული ვერსია ჩვენი წარმომავლობის. არის სამი ვერსია, ერთი რომ წინა აზიიდან მოვედით აქ, მეორე ყველაზე ნაკლებად პოპულარული რომ დასავლეთიდან აქეთ მოვედით, სადაც პირენეის ნახევარკუნძულია და ყველაზე ასე ვთქვათ მეცნიერებში გავრცელებული ვერსია ჩვენი წარმომავლობისა იბერულ-კოლხური კულტურისა, რაც გინდა დაარქვი, არის ავტოხტონური. ჩვენ არც სად არ წავსულვართ წარღვნის მე. მას ასე აი ჩემი განმარტება რატო ქვია ჩვენი ეტიმოლოგიურად იბერიელები, ან ივერიელები. არის ძალიან მარტივი, რადგან ჩვენ არცად არ წავსულვართ წარღვნის მერე. შესაბამისად ჩვენ ვერ ვიქნებოდი ჩვენი თემი იაფეტიდების ეშტო. განსხვავებით ვთქვათ ინდოევროპელი იაფეტიდების შტოისა, რომელიც მიგრაციული შტო არის, ხო? იყო სტატიკური აქ. და ბუნებრივია იმავე ენაზე, წარღვნამდელ ენაზე, რუსულად რო ვთქვათ, დაფატოყნე მაგას ნიშნავს. წარღვნამდელ ენაზე საუბრობდა და როდესაც მოხდა დაგსაკვირვა და აღრევა ის ენა, რომელზეც ვეღარ მეტყველებდნენ ეს დაგსაქსული ტომები, ქონდა მარტო მათში ცნობილ ერთ კაცს, რომელსაც ერქვა ევერი, ან ივერი. და მათ სხვადასხვა ენებზე ეს იყო ივერიული ენა, რომელიც მერე დაიკარგა მათ მიერ, აი ამ სემიტური ხაზის მიერ. და დაგსაქსული და დანარჩენ პლანეტაზე გავრცელებული კაცობრიობა, ეს სხვადასხვა ტომები, როდესაც უკვე მოდიან შეხებაში ავტოხტონურ და საკმაოდ ჩაკეტილ კავკასიასთან და ხვდებიან ამ ტომს, რომელიც არის ავტოხტონური. ეხლა ზოგი მათ მიწადმოქმედებს უწოდებს, როგორც ელინები მაგნეს, გეორგიანები. და ზოგი რო ხედავს, რომ ესენი აი იმ დავიწყებულ და დაკარგულ ენაზე საუბრობენ, ამბობს, რომ ესენი ივერის ენაზე ლაპარაკობენ. ამიტომ ქვია ჩვენი ბერიელები და ამიტომ მე შეიძლება ის ვიღაცას ფანატიკურად ეჩვენოს, მაგრამ ამიტომ მე ვარ აპოლოგეტი ძალიან თამამი ვერსიისა, რომ ეს არის დაფატოყნე ენა, ეს არის წარღვნამდელი ენა, რაზეც ჩვენ უმეტყველთ. და ამიტომ ქვია მას ივერიული და ამ თვალსაზრისით პატრიარქის წინასწარმეტყველება თუ ნათქვამი, რომელიც ვიცი რომ ბევრში იწევს, რომ მეორედ მოსვლის ჯამს ამ ენაზე განეკითხება კაცობრიობა, სულაც არ არის ჩემთვის გასაკვირი. ანუ შენ შეიძლება ასე ნაციონალისტური კუთხიდან რომ შეხედო ამას, ეს ალოგიკურად, უცნაურად და ძნელად მისაღებად მოგეჩვენოს, მაგრამ თუ ჩვენ ივერიელები ქვია იბერის გამო, იმიტომ რომ დაგსაქსულმა ბაბილონის მერე კაცობრიობამ ნახა, ვა ესენი ივერის ენაზე ლაპარაკობენ, ესე იგი ეს არის ის ენა და ბოლო ჩემი ბოდიში ამ სიგრძეს ესაუბრებს, მაგრამ იმედია საინტერესო ბოლო ჩემი არგუმენტი რატომ არის ეს ასე. ჩემთვის ჩემი შეზღუდული ლინგვისტური განათლებიდან გამომდინარე, რაც სწავლობ მით უფრო მიგვირს, ცხადია, რომ ყველაზე უცვალებადი ენა მსოფლიოში არის ქართული. ყველაზე სტატიკური, აი მაგალითად, ყველა ინდოევროპული ენის მატარებელს სჭირდება დამატებითი განათლება, თუნდაც 300 წლის წინანდელი ტექსტის წაკითხვა. არა სხვა ენა იმისთვის ეს. სლავია, ის ესპანელია, სომეხია, ყველას პატივს ვცემ. და მუტაცია ენისა ინდოევროპულისა მაგალითად, ან იგივე თურქულისა, ისეთი სისწრაფით ხდება ან ჩინურის, რომ ვერ გებულობს 200-300 წლის წინანდელ და ის რაც ჩვენში ჯერ კიდევ ხდება, რომ ჩვენ მერვე კლასის ბავშვებს, აი მე როგორც სკოლის დამფუძნებელი მოამაგე გეტყვით, უცვალებელი ტექსტით ვასწავლეთ ჩვენამდე მოსულ პირველ წიგნს, რომელიც არის შუშანიკის დამება, რომელიც არის მე-5 საუკუნის დათარიღება. ეგეთი რამე არ არსებობს არც ერთ ენაში. ვერც ენაში შენ ვერ აიღებ მე-5 საუკუნის წიგნს და ვერ ასწავლი მას სკოლის ბავშვებს ისე რომ ის გაიგონ ადაპტაციის გარეშე. აქედან გამომდინარე, ქართული არის აბსოლუტურად, აი მეცნიერულად დამტკიცებადია, ყველაზე ჯიუტი ენა, ყველაზე სტატიკური. რა თქმა უნდა, რაღაც მუტაციას ის განიცდიდა ეს ჩიტების პარწყაპურწყა ენა, რითიც ახლა ტელევიზორიდან გველაპარაკებიან ეს
ვთქვათ, რაღაც მუტაციის კიდე ერთი ფორმა, მაგრამ თვითონ core, ანუ ბირთვი მისი ხერხემალი კონსტრუქცია არის უმტკიცეს. ეხლა საკმაოდ სახიფათო აზრია, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია როგორც ტრადიციონალისტებმა ფეხებაზე დავიდოთ და აბა რა გვაქვს სადარბეგორი რომ იმხელა ჯავშანი მქონია რომ აი ზოგ გვიზავენ, ასაგებია ესე არ არის. მაგრამ დაუბრუნდეთ ბაბილონის გოთს რა, აი ეს ვერსია რას ფიქრობთ მას, რომ ამიტომ ქვია ჩვენი ვერიელები და საერთოდ თუ შეიძლება რომ სამეთი მოგვიყვეთ ინანას თქვენ გახსოვთ მამობრივი განმარტებებიდან ებერის გაშლა. კი ბატონო, მე პირდაპირ გეტყვით ლევან და აუდიტორიას პირდაპირ მიმართავ, რომ მაგიტომაც ხდება შეცდომითი ფსევდომეცნიერული ალუზიები იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენ სემიტები ვართ, ხსენია თავად ეს ხო? რაც სრული სისულელე ჩვენ იაფეთიდები ვართ, მაგრამ იმიტომ რომ ებერი არ არის იაფეთიდი, ებერი არის სემის პირდაპირი ხაზი და სემიტი, ხო? მაგრამ იმიტომ რომ ჩვენს ეტიმოლოგიურად ეს დაგვერქვა, აი ამ დამხობის გამო, ზოგიერთი შემწდარი მეცნიერი ან შემწდარი თეოლოგიც მათ შორის მე მსმენია ქართულ ინტელექტუალურ სულიერ წიაღში, რომ ჩვენ სემიტები ვართ და ეს მე დაიკარგა. არაფერი არ დაიკარგა, არაფერი არ გაწყდა, უბრალოდ ებერის სახელი დაგვერქვა აი ამ ენობრივი განხილვის გამო. გასაგებია, ლევან, მოდი ჯერ მიმართოთ საეკლესიო ლიტერატურას და ვთქვათ, რომ პირდაპირ ვამბობ, რომ ვინმე თუ შეხებია იმას, პირდაპირ ვთქვამს, რომ ეს ენა არის ძველი ებრაული ენა, რომლითაც განიმარტება ყველა სახელი ბიბლიაში და განიმარტება თვითონ ბიბლია. აი, ვინმე თუ შეხებია, ცოტა შეხებია, მაგრამ ძველი ებრაული. ძველი ებრაული. ამას ვამბობ, აი, თქვათ ისეთი დიდი მამები, როგორც თქვათ, ეპიფანე კვიპრელი იყო და ესე რომელიც აი ამ დეტალებს, ამ ლინგვისტურ დეტალებს უკიკიტებდნენ, პირდაპირ მიუთითებენ, რომ ეს არის ძველი ებრაული ენა, ანუ ენა, რომლითაც განიმარტება ბიბლიაში ყველა სახელი. ამას ხაზგასმით ამბობენ. იმენაზეა დაწერილი, ხო? კი ბატონო. ახლა მეორე ხაზით, ხო, თვითონ ებერთან დაკავშირებით, ხო, ეგზეგეტიკაში მე ბევრი არაფერი შემხვედრია, ანუ საეკლესიო, ანუ რას გულისხმობ, იცით რომ საეკლესიო ეგზეგეტიკისათვის, რომელიც მიმართულია მესიანური ხაზის, ხო, ბიბლია არის მესიანური ხაზი, მეტი არაფერი, ხო? თავისთავად ხადია მოყვება ამას და აბრაამთან გადადის, ვინაიდან ესა წიგნშობისა იესო ქრისტესის ძისა დავითისა ძისა აბრაამის. ეს აინტერესებს ბიბლიას. ანუ ეგზეგეტიკაც ამის გარშემო ტრიალებს. არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი იმასში, რომელიც თქვენ წარმოადგენთ, რომ აი აქ ებერი ეს არის სემიტი, რომელიც არის წინაპარი თერახისა, წინაპარი აბრაამისა, წინაპარი ისააკისა, ამიტომ როდესაც ლუკა მახარებელს მივყვებით, ლუკა მახარებელი სწორედ აი ამ ხაზში გადავა და ებერთან მივა აუცილებლად და ადამთან მივა აუცილებლად, ხო? ეს არის ერთი ხაზი. რაც შეეხება ჩვენს მათთან, ანუ საეკლესიო იმაში აქ ვჩერდებით, ამის იქით მეტი არაფერი არ არის ნათქვამი. ახლა მე გეტყვი პირად მოსაზრებას. ჩემ პირად მოსაზრებას ეს არანაირად საინტერესო არ არის, მაგრამ უბრალოდ რომ რაღაცა სხვა აზრით მოვადგინოთ. იბერისა და ებერის ერთმანეთთან დაკავშირება, ხო, იმდენად ახლო ეტიმოლოგიურად არის გამართლებული რას გულისხმობ. არის ხო ეს საცდური, რომ იბერი, ებერი, ივერი ერთმანეთს დაუკავშიროთ. ეს იბერიც არ არის, მე დავამატებ ერთს, ეს არის ებერი, ებრაულში ეს ასვა, ეს ჩვენ ქართულში არ აქვს, მაგრამ გვაქვს უცნაურია რომ ბრმას ნიშნავს. გვაქვს მეგრულში. ეს გვაქვს მეგრულში. უცნაურია რომ ბრმას ნიშნავს ძველ ებრაულში იბერი. იბერი? კიდე ერთი უცნაური. ხო, აი ეს არ ვიცოდი, ნამდვილად ვერ გეტყვი. ნამდვილად არ ვიცი. ებერი. ვერა მეგრულად ბრმა. როგორ? ვერა. ხო, ანუ ისი თქვა მინდოდა, რომ ჩვენთან აი თარგამოსთან დაკავშირებით, ხო, აი იაფეტის ხაზს თუ გავყავ ჩვენი ოფიციალური ვერსია, ხო, რასაც ქართლის ცხოვრება იძლევა, ჩვენ გვაკავშირებს თარგამოსით. თუმცა ჩვენ თარგამოსიანელები არ ვართ. არავის თქვა ჩვენ ვართ ქართლოსიანელები. ქართლოსის, ეგროსის, კუხოსის და ამათი, ხო? ანუ თარგამოსის ძენი ვინ იყვნენ? ვინ არის თარგამოსის ძე? ჰაუსი საიდან მოდის?
აუზი კავკასიის კახოსი. ხო, თარგამოსის ისინი არიან. საბუდის ვიხდი, აქაც ეს ელინიზმი უნდა მოვაშოროთ. ეს ადია ოსი ელინიზმია. არა, გასაგებია. ნებული სახელებია, იმიტომ რომ ლეონ ბროველი წერს ელინური. აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ ფაქტის ეს სახელები კი ბატონო, მაგრამ მე ისე თქმა მინდა, იცი რომ იმ ერთობამ, რომელ ერთობაზე ჩვენ გვაქვს საუბარი, ქართულ ერთობაზე, ხო? თავისი იდენტობა არ მიაჯაჭვა თარგამოს. თავისი იდენტობა მიაჯაჭვა ქართულ თავისთავადია. მოდი გავაგრძელოთ, ძალიან საინტერესო დეტალთან მივიდე. ეგროსად არ მიაჯაჭვა. კუხოსად არ მიაჯაჭვა. რატო ქართლოს? გავაგრძელოთ ეს თემა. ზოგადად საქართველოს ისტორიას რო გავხედოთ, ხო? აი ამ ხელა ქართლი გვაქვს. და გვერდით ეგრისი, ტაოკლარჯეთი. მაგრამ ქართლის ცხოვრებაში ჩვენ ხაზგასმით აგვაქვს ნათქვამი, რომ ბრძოლა მიდის ქართლზე და აი ქართლი ვისიც არის, იმისი ეს ყველაფერი. რა ხდება ქართლში? რატო? ხედა. სოდი ცხოვრება. და სოდი ცხოვრებაში სანამ მაცხოვრის კვართია, მაცხოვრის კვართამდე რა გვაქვს სოდი ცხოვრებაში? იმ ადგილას უფრო სოდი ცხოვრება ხო არა გვაქვს? რა გვაქვს? ხალენი. რატო? რატო მოდის მცხეთაში ხალენი? საქმეც ეს არის, როდესაც იერუსალიმი ინგრევა, ებრაელებს აღარაფერი აღარ რჩებათ იდენტობის გამსაზღვრელი. კიდობანი წაიღეს, საეკლესიო ნივთები წაიღეს, ტაძარი, აი არაფერი აღარ რჩებათ. აი ეს ხალენი უჭირავთ აი ეს არის ამათი იდენტობა. დააკვირდი, ჩვენ თუ ელია წინა, ჩვენ მივართ ელიასთან და ვილაპარაკეთ. ელიას ხალენს არაფერი არ ესაქმება იერუსალიმში. ელიას სულ სხვაგან მოღვაწეობდა, ელიციც. აი ელიას ხალენის იერუსალიმში მიტანა რას გულისხმობს, იცით? ეს გულისხმობს, რომ ვიღაცა პატარა წრე არსებობდა, რომელმაც წრემაც იცის, რომ ელიას ხალენმა აქედან ფეხი უნდა აიდგას და ეს იქნება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ის დიასპორა, რომელიც ბაბილონის ტყვეობის, ან ბაბილონის იმის იერუსალიმის დანგრევის შემდგომ ქართლის ცხოვრების თანახმად დაიძრება და ქართლის ცხოვრება ამას აქცევს ყურადღებას, სწორედ დაიძრება ამ იდენტობის მადასტურებელ ერთადერთი საბუთით. აი ამით. როგორ ფიქრობთ ახლა თქვენი წაბოდიადებოდა, სადაც ზუსტად იქ მიდიან, სადაც უნდა მივიდნენ. ზუსტად იქ მიდიან, სადაც უნდა თავისიანებთან. ძალიან სიმპტომატურია, რომ აი სწორედ ამ სივრცეში, ეს არის ერთადერთი სივრცე, აი ამ მოდგმისათვის, სადაც ისინი მიიღეს და ამკვიდრეს და ერთი ღერით მარდავარდნიათ. ერთადერთი სივრცე, ზუსტად იციან ლევან. სად უნდა მივიდნენ? ბრალი და ებრაელი და სიბრალული ერთი სიტყვა მარტო ქართულში. შეიძლება. ქრისტემდეც კი არის ცოდნა, რომ ჯვარცმა მისი ბრალია. ერთი ბრალი და სიბრალული მარტო ქართულში ერთი სიტყვა. იმიტომ რომ ბრალი არის დასასჯელი, ვინა, guilt არის დასასჯელი. ქართულში არის ესაბრალის და არის ებრაელთან კავშირში. ძალიან საინტერესო. მე როდესაც ბატონ თამაზ გამყრელიძეს ვკითხე ამის შესახებ და ამაზე დიდი ავტორიტეტი ლინგვისტიკაში ეხა ვინ არის მსოფლიოში, ხო, ივანოვის და გამყრელიძის თეორიაზე, მთელი თანამედროვე ლინგვისტური მეცნიერება დაფუძნებული და ბატონმა თამაზმა ეხა ცოტა სხვანაირად შეხედა ამას და მითხრა შესაძლოა სემანტიკური დამთხვევა არის. მაგრამ მე ისე ვკარგე და ვკითხე რომ მაშინ ცოდვა და შეცოდება რატოა ერთი სიტყვა ქართულში იბეთქო მარტო ქართულში ცოდვა გრეხ და შეცოდება ჟალეთ ხო ჩიბრალ მარტო ქართულში ერთი და იგან რომ ცოდავს კაცი ან რომ ბრალია უნდა შეგეცოდოს და შეგებრალოს მაგრამ მოკლა ამისთვის და აი ამ პირველ ტრანსკრიფციაში პირდაპირ კავშირშია მაგათ ჩვენ რატო ვართ ყველაზე დიდი არაანტისემიტები, იმიტომ რომ წინასწარ ვიცით, რომ ჯერ კიდე ქრისტემდე ამ მესიანური მოლოდინების საოცარ პალიტრაში ამერანის მითიდან დაწყებული წყალი და წყალობა რო ერთი სიტყვაა მაგით დამთავრდა, წინასწარ იცის ამ რაღაც უცნაურმა ავტოხტონურმა კულტურამ, რომ ამათი ბრალი იქნება და ამისთვის უნდა შეგვებრალოს. ჩვენ რო ეხლა გვასწავლიან ტოლერანტობას და რაღაც ისულებებს. ხო, მე აქ ვასრულებდი, ამის თქვა მინდოდა, რომ რაღაცა აზრით, აი, ლევან, ჩვენ თუ ავალთ ქართულ მთაში. აი, ქართული მთა. ნუ გეუბნები თორაში გაწერილი წესები, ეს არის ამ კულტურის ყველაზე მაგარი მახასიათებელი. აი,
გაბურსა გამოშვებული წიგნი, ასეთი მე ვარ რეცენზენტი იმ წიგნის თუშხევსურები და რა ქვია ბიბლიის ისა. Ну, იქ რო წაიკითხო მათი ტრადიციები, ხო? აი გვერდით დაიდე თორა და წაიკითხე ის კანონები და ეს წესები, რასაც მოსე განუწესებს. ზუსტად ერთი და იგივე. ხო, არა, მე ამის სპეციალისტი უნდა ვიყო, მე არ ვიცი, ვერანაირად ვერ გეტყვი, მაგრამ მე იქ სემიტურ იმაზე მოდიო, იმიტომ რომ მე მიუხედავად შენი დამოკიდებულება ცოტა ისეთია, აბსოლუტურად გასაგებია პირადი დამოკიდებულება. მე მაინც მაქვს განცდა სემიტური გავლენისა, სემიტური კი, მაქვს. ერთსაც დავამატებ და ყურადღებით მეც მაინტერესებს ეს ისა. ნახე? ხარის კულტი. ხარის კულტი, რომელიც ჩვენთან ძალიან გავრცელებული იყო, ხო? ჩვენთან სიხარული მაგის ფუძეა, ხარება. კი, ნახე ლევან, ებრაელები რო ხარ ჩამოასხავენ. ეს არ არის ეგვიპტური კერპი. ეს არავინ არ თქვას, ეს არ არის, ეს არის სემიტური კერპია ეს. ეს არის იმ კულტურის გამოძახილი, რომელიც ღმერთი ხართან უკავშირდება, გამიგე და ჩვენთან ეს ხარი, რომელი ხარი, ეს ხარი როგორ ითარგმნება, იცი? ბერძნულად. ხარი ბერძნულად ითარგმნება ტავროს. მაგრამ ეს როგორი ხარია, იცი, რომელიც სასოფლო სამეურნეო, მაგრამ როგორც კი ხარი საკულტო ხდება, მაგათია მოსხოსი. მოსხოსი ითარგმნება მოსხოსად. აი, საკულტო ხარი მოსხოსია უკვე, მაგრამ ხარი ის ტავროსია. ხო. აი, მაგ თვალსაზრისით კიდე ერთი თამაშაც არ გვისაუბრია და რა კარგია რომ მაქვს ამის საშუალება რომ დავსვა. რას ფიქრობთ თქვენ აბრაამის წარმოშობა ქალდეა, ხო? ქალდეას ური. საერთოდ ეს ური როგორც ბოლო სარტი ქართული ენის წარმომავლობის სუფიქსია, ქალდეული თქვა. კი. და ური ამავე დროს ქალაქის სიმბოლო. კი. ანუ ქალდეული ნიშნავს აბრაამის წარმომავლობას, ხო? და უკანასკნელი 100 წლის თქვათ ლინგვისტური არქეოლოგიის ერთ-ერთი ტენდენცია არის ქალდების ჩვენთან დაკავშირება. მოდი ხეთ თავენებს ვერ გადავიჭრით. ქალდების როგორც ქართველური ტომის გააზრება მე პირადად როგორც დილეტანტს მინახავს არაერთხელ. და რა გამოდის აქ? გამოდის ის რომ აბრაამი გამოდის არა მარტო ქალდებელი, არამედ გამოდის ქართველიც, ხო? ამის თქმა გინდა. აი მაგას ვერ ვიტყვი კი არ უნდა ვთქვათ, არა, არც თუ ქალდები არიან ქართველური ტომი, ისევე როგორც მოშხები და მოსენიკები და სასპერები და რომელი ერთი ვთქვათ, ხო? და თუ ეს დამტკიცებადია უკვე ლინგვისტური არქეოლოგიის თვალსაზრისით, არ შეიძლება რომ ეს წარმომავლობა ჩვენთვის აქტუალურია. მოდი მე შენ გიპასუხებ. რო არ დავემგვანოთ ჩვენს ზოგიერთ მეზობელერს, რომელიც ზუსტად არ გავიმოსხო თავის არ გავიმოსხო თავი. ლევან, ჩემთვის ამოსავალი წერტილი, როდესაც აბრაამს ვეხები, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რასაც ამბობ, მაგრამ ამოსავალი წერტილი და მე ამიდან არა, ეს ერთი, მაგრამ ჩვენ მანც ეთნიკას უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ქრისტე ხორცი შეიმოსა, ხო, კულტურულ ადამიან კაცობრივი ბუნებით კონკრეტულ კულტურულ სივრცეს ეკუთვნოდა, ხო? ანუ რისი თქმა მინდა მე? აბრაამის ეთნიკურობა ჩემთვის განიმარტება მაცხოვრის სიტყვებით, რომელიც ეუბნება სამარიტელ დედაკაცს, ცხოვრება იუდეველთაგან არს. იმიტომ რომ იესო ნაზარეველი ეს არის ძე დავითისა და ძე აბრაამისა. ეს არის ის ხაზი, რომელი ხაზიც დოგმატურად მნიშვნელოვანია უკვე ჩემთვის. ანუ ეს არ არის მარტო პოლიტეთნიკური საკითხი. ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს უკვე რელიგიური საკითხია, რომ იესო ნაზარეველი, რომელზეც აღსრულდა ყველა წინასწარმეტყველება, აუცილებლად არის ძე დავითისა, ძე აბრაამისა და არის იმ ხაზის ჩამომავალი. ამ ხაზიდან რაღაცა თუ გამოდის გვერდი და ის შემოდის აქით, ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ აბრაამი არის სემის, ებერის, ნოეს, ადამის, ანუ აი ეს იმდენად მნიშვნელოვანია ეს მესიანური ხაზი, რომ ამას როგორც კი ეთნოს, როგორც კი იმას დაუკავშირებთ, სხვაგან გავდივართ უკვე რა, არავითარ შემთხვევაში რა, არავითარ შემთხვევაში. ბოდიში იმას გუშინ მეუბნებოდა ერთი ჟურნალ თბილისელებს დაუწერია.
ის ასაც ჩვენ ახლა ნუ აი არაფრით არ შეიძლება ასეთი რამე. ნუ ხო გაუჭირდებოდა შენ თქვენ სად იყოს ახლა. და ეს ქალი იყო გაგიჟებული, გახარებული. ესეთ კითხვა მაგანო რომ დაუბრუნდეთ იმპერიის იდეას და მისი ინტერესის თემატიკას. თქვენ საკმაოდ ლაკონურად შეეხეთ, რომ აი ღმერთმა ჩავიდე ვნახო და აღური. აი როგორ განმარტავენ წმინდა მამები, როგორ ხდება აი ამ იმპერიის ტოტალიტარული რაღაცა მშენებლო, კი. გრევის პროცესი, ანუ ეს თავისით არ დაინგრევდა ღმერთი რო არ ჩარეულიყო ამაში თუ ეს უბრალოდ რაღაც სხვა ენა არის, თუ აი გრევა როგორ ხდება, მოკლედ აი ამ სხვა ენა, ზუსტად თქვენ კითხვაში ეს გაჟღერდა. იმდენად ამდენად ტოპიურია ვერ გამოვა. რომელსაც თან დაერთოს სწორედ აი ეს კულტურული სხვადასხვაობის ჩვენ მე ვილაპარაკებ სხვადასხვა ენა რას ნიშნავს სინამდვილეში სხვადასხვა ერის დაწყებას ხო სხვადასხვა ერის დაწყებას ეს სხვადასხვა ერის დაწყება გულისხმობს იმას რომ ჩვენ საფრთხო განგებაში უნდა გვქონდეს და გვყავდეს ერთი ეროვნული ერთობა რომელსაც ემახსოვრება სადაც დაცული იქნება ანუ რომელიც შემოსაზღვრული იქნება ყველა ხალხებისაგან რა იქნება დაცული დედაკაცისგან შობილი თავს გაუჭეჭყავს გველს. აი მთელი მსოფლიო, როდესაც ერთ პირი და ერთ ბაგია, ხო? ამ ერთ პირობაში და ერთ ბაგეობაში ჩნდება ძალიან დიდი საშიშროება, რომ ეს ყველაფერი, ხო? დავიწყება, ყველა შეეხება, რადგან ერთი ზრახვაა ყველას. აი ამ ერთი ზრახვიდან, აი ზრახვები უნდა დაირკვეს, ანუ ერთი თუ გაფუჭდება ბაბილონამდე. ყველაფერი გაფუჭდება. ბევრი ხალხი, ბევრი ერი თვითგადარჩენის შანსი და ამ კულტურული აი დომოდის მაცხოვარი ხო? კი, ჩვენ ბაბეხა დამავიწყდეს, კაია კითხვა ეს კითხვები, ამიტომაა კაი რაღაცა თუ გამოგჩა, გახსენდება ხოლმე. ბაბილონის ენათა აღრევის ანტიმაგალითი გვაქვს სულთმოფენობის დღეს, ხო? აქ დაკარგეს ერთ ზრახვა და აქ გაჩნდა ერთ ზრახვა. მაგრამ არსად და არასდროს მინდა წერილში აწერია, რომ ეს ერთ ზრახვის დაბრუნება, ანუ კომუნიკაციის, ისე მენტალური კომუნიკაციის აღდგენა გულისხმობს ნაციონალობისა და საზღვრების უკულებელყოფას. ის დაკანონებულია. აი ეს ზურამ ძალიან კარგად იკითხა და მე ალბათ ისევე როგორც ყველას უყარესობის გზნობა მაქვს დღევანდელ ლექციაზე, იმიტომ რომ ჩვენმა პატრიოტებულმა ლექტორმა თქვა პირველ საათამდე შეგვიძლიაო და ეს დაემთხვა ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს რომ რაგბის მსოფლიოსთან არც ისე ცოდვილს და ამიტომ იქნებს ერთმანეთს რომ გავაგრძელებთ შემდეგ ლექციაზე ბაბილონს რატომ? იმიტომ რომ ზუსტად ასე აი რაც ზურამ გიკითხა და თქვენ ბრძანებთ რომ თუ ბაბილონის ენებად დაშლა აღრევა იყო საფრთხო აქტი და სასჯელი წარმართულ ფსიქიკაში გლობალიზმი აღიქმება როგორც საფრთხო აქტი, იმიტომ რომ ვასწორებთ იმას, რაც დაშავდა. უკრიბავთ ხო იმასაც. ზუსტად ამიტომ არის ევროკავშირის სათაო ოფისის არქიტექტურული შენობა ბაბილონის გოდოლის იდენტური, ანუ არა, ვიზუალური არა, პირდაპირ ქვია ბაბილონის გოდოლია, რომ დახედავ რა, შტაბ-კვარტირას ის. ხო არ ვიცი. ევროკავშირის ეგ არის რა, ბაბილონის გოდოლის არქიტექტურა რა, მაგის გამო. და პირდაპირ სატანიზმი ამიტომ რა და ვარსკვლავების ეს თანაერთობა და ასე შემდეგ და მე მგონია რომ სანამ აბრაამზე გადავიდოდი რომელზეც ღმერთთან ასროლ თეორიის ამ ლექცია გვეყოს ხო იქნებ თუ თქვენება იქნება ბაბილონში დაუთმოთ კი ბატონო ბაბილონს მაგრამ ლევა რა მინდა გითხარ ისეთ იქნება ბაბილონზე ერთად გვესაუბრა ხა მე ცალკე უკვე ლექციის სახით ბაბილონის შემოტანა მე ჩემი მხრიდან მაბობ ეს აუდიტორიისათვის ჩემი მხრიდან უპატივისმლობა იქნებოდა თუ გვინდა ერთად ვისაუბროთ კი ბატონო მე აი მარტო ესეთი რაღაც ისინი შემიძლია ჩავჭხირო არამედ ჩავჭხირო მე არა ლევა ჩვენ რატო ვიკრიბებით ჩვენ არ ვიკრიბებით რომ აუდიტორია მოსვინოს ერთს იმ ერთმაც უნდა უსვინოს აუდიტორია ჩვენ დიალოგისთვის ვიკრიბებით აქ და არა იმისთვის აქვია საინტერესოა ბაბილონის გოდოლის არქიტექტონიკა შუა საუკუნოვან ევროპაში ჩანს ხო ეხლა კამპანელას ხო გასწორების ქალაქი რაღაცა იქაც არქიტექტონიკა თუ გახსოვთ ხო აი შემოფარგლული წრის და ეს მოდის და მეუბნება სწორად ხო რა ეს ევროკავშირის ის არა შემოკრება რაღაცა იმის შიგნით თუნდაც მიუხედავად იმისა რომ კამპანელა თავს და მორწმუნე კაცად ხო მაინც იმხელა ანუ თან ისეთ საკმაოდ ესეთი განათლებული ადამიანი იყო და
მიუხედავად ამისა, იმდენი ცნობილებები აქვს, იმდენი რაღაცეები აქვს, საშინელებები აქვს, ხო გახსოვთ ალბათ. კამპანელა უბრალოდ პლატონოპოლისის განხორციელებას იღებს და არა ქრისტიანული ხო, მაგრამ ქრისტიანული ელემენტებიც არის, შეერეული, გადარეული ალბათ მაგისკენ მიდიან, რუბიკაზე უცნობი ხო შეგიძლიათ საინტერესო ისაა, ხო რაღაც თემაა ძალიან. ხო, არა, ეს თემა, ეს ბაბილონის, მე იმიტომ ვთქვი, რომ ეს იმპერიის მოდელი, ეს კონსპექტია მეთქი, რომ ეს ამ მეთოდით მიდის, ამ მეთოდით, უბრალოდ რაც უფრო ტექნოლოგია ვითარდება და რაც უფრო მასშტაბები იზრდება და საშუალებები იზრდება ამ პროექტის რეალიზებისა, მის უფრო მასშტაბური ხდება ეს და მით უფრო პლანეტარული ხდება ეს. ანუ ეს რატო არის თქვენ საინტერესო, ფაქტიურად ამ იმპერიების გრევის პროცესში რო ცხოვრობთ, ამდენად ძალიან საინტერესოა ამ პირველი შაბლონის კარგად განხილვა. მესმის, ზუსტად ამბობ. საბჭოთა იმპერიის გრევის პერიოდში გავიზარდეთ, ეხლა რო უყურებთ, ხვდებით რომ ლიბერალური იმპერიის კრიზისის პერიოდში ვცხოვრობ და აქედან გამომდინარე, სულთა პრაგმატულ, პრაქტიკული კუთხიდან გამომდინარე დაგვაი. კი, მაგრამ ჩვენ ხო, კი ბატონო, ვისაუბროთ ერთად ვისაუბროთ, რომ მე ჩემი მხრიდან თემა შემოგდა, ოღონდ ერთი დეტალია, ჩვენ ქრისტიანული პერსპექტივით უნდა გადავხედოთ ამაზე, ქრისტიანული პერსპექტივით ხო ანტიქრისტე ბატონდება. თუ მოკლედ თუ ჩვენი მაგრამ ეცემა მე ის ბატონობა თავის დაუწყო. ლექტორი უფლებას გააძლევს, მასინ მოდით ცერნეგი ლექციის თემა იყოს ძირითადად ბაბილონის გარშემო საუბარი, ამრიგად ეს იქნება ცოტა უცნაური ლექცია. ხო, ეს უფრო დისკუსია იქნება, ხო. მაგრამ იქნება თქვენ მაინც წაიყვანოთ ჩვენ ქრისტიანულ პერსპექტივას. კი, აუცილებლად. მეტანი არ გადავწდეთ. მეტიჩრობაში, ჩემს მეტიჩრობაში ლაპარაკისა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები ბაბილონისა, ფილოსოფიური მათ შორის, ერთობის აღრევის მნიშვნელობა, რაც ნიშნავს სწორი დაგსაქმშვა, რაც ნიშნავს სწორი ერთობა. მაგალითად, მთავარი ნეოპლატონიკი პლოტინის კონცეფცია ერთიანისა და ერთიანის გადასვლისა მრავალრიცხოვნებაში, აი ჩემი თვალსაზრისით აქ პირდაპირ არის განსხეულებული და ამიტომ თუკი ჩვენ როგორც ქვეყნის გაერთიანების, ერის გაერთიანების მსურველი და მაძებარი კაცები და ქალები როცა აქ არიან ხოლმე, ხო? ვეძიებთ ფორმულას სახელმწიფოს წინსვლისა მაგალითად. აფხაზეთის, ცხინვალის და მერეტაუკლარჯეთის და სხვა ტერიტორიების დაბრუნებისა. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ბაბილონის თემა ცენტრალური თემაა. და მოდით მაშინ თქვენ მაინც გაგვიკეთეთ თუ შეიძლება რაღაცა შესავალი და წაგვიყვანოთ ამ. კი ბატონო, ხო, ყველა მომემზადოთ. ხო, ეს თორე მე კიდე ერთხელ ამბობ აუდიტორიას ამას ვერ შევთავაზებ. ძალიან მნიშვნელოვანია, აი ბაბილონის მეგონა ცოტა განსხვავებული იქნებოდა და ძალიან გაგიქნება თუ შემდეგი კიდე ერთხელ ჩემი მიზანდასახულობა აუდიტორიასთან ურთიერთობის არის წმინდა წერილი და მისი საეკლესიო გააზრება. მე სხვა იმით არ გავხდებით.